საქმეშია. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემებზე. როგორ უნდა ვებრძოლოთ ხმაურიან მეზობელს და თქვენ ხუმრობა არ გეგონოთ, თუ არ გინდათ სულ მცირე 150 ლარი ჯარი მაიკიდოთ, მაშინ მოდით ერთად მოусმინოთ ან 300 ლარი. ან 300 ლარი. მოდით მოусმინოთ ჩვენ სტუმარს. გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარი არის თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე. გამარჯობა. მოგესალმებით. მაშასე, თქვენ პარლამენტში ხმაურთან დაკავშირებული კანონ პროექტი შეიტანეთ, ეს კი ბატონო. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ მიმართეთ საქართველოს პარლამენტს 25 იანვარს, მიმდინარე წლის 25 იანვარს, საკანონმდებლო წინადადებით, რათა ხმაური ამ შემთხვევაში გახდეს უკვე დასჯადი, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება და ის გამგზავრებადი ხმაური, რომელიც მომდინარეობს როგორც ფიზიკური პირებიდან, აგრეთვე იურიდიული და სხვა ასე ვთქვათ ორგანიზაციებიდან, გახდეს დასჯადი. კერძოდ საუბარია როგორც დღის საათებზე, ამავდროულად საუბარია ღამის საათებზე. დღის საათებში იგულისხმება პერიოდი დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, ხოლო ღამის საათებში საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში. აქ არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა, ამავდროულად ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, როდესაც 40 დეციბელზე მეტი ხმაური დღის საათებში, ხოლო ღამის საათებში 30 დეციბელზე მეტი ხმაური, შემავალი ხმაური შენობაში იწვევს მთელ რიგ დარღვევებს, როგორც ფსიქოლოგიურ აშლილობას, ამავდროულად გულსისხლძარღვთა დაავადებებს და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შეიძლება ეს რაღაც პერიოდი ჭირდება საბოლოო ჯამში ეს ნამდვილად აისახება თითოეულ ჩვენგანზე და ყველას აქვს ამავდროულად უფლება, რომ იცხოვროს მშვიდ გარემოში. ეს გახდა იმისი პირობა, რომ ჩვენ აღნიშნულ კანონზე დაგვეწყო ასე ვთქვათ მუშაობა. ამავდროულად თუ არ იქნება სანქცირება შემოღებული, ისე ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება აღკვეთილი. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, რომ დღის საათებში ფიზიკური პირისთვის აღნიშნული ასე ვთქვათ სამართალდარღვევისთვის იქნება ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, ხოლო საღამოს საათებში 300 ლარის ოდენობით. ხოლო იურიდიულ პირებს რაც შეეხებათ, აქ უკვე ჯარიმები უფრო დიდი ოდენობით არის, გათვლილი 500 ლარი არის დღის საათებში, ხოლო 1000 ლარი იქნება უკვე საღამოს საათებში. განმეორების შემთხვევაში წლის განმავლობაში უკვე თანხა ორმაგდება, კი ბატონო. გასაგებია, როგორ ისაზღვრება ეს დეციბელები, უბრალოდ აი რო აგვიხსნათ შეულებრივ მაყურებელს, მეც არ ვიცი, 30 როგორ განს ან დაახლოებით შეიძლება ხმაური, იმიტომ რომ ეს მე მეხება. ხმაურიანი მეზობელი ვარ. პრინციპში მე იმდენად არა, რამდენადაც თქვათ სამეგობრო წრე მყავს და როცა მოდიან და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეს პრობლემაა. მოგახსენეთ ამასაც გეტყვით. ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ინიციატივის მიხედვით, უბრალოდ ჩვენი საკანონმდებლო შექმნილი კანონპროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაში უკვე ხმაურზე კონტროლს აიღებს საპატრულო პოლიცია. ამ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით რა ხდებოდა, ანუ ზარი უნდა შესულიყო მერიის ზედამხედველობის სამსახურში, რომელიც გაზომავდა ამ ხმაურს, ან თუნდაც იგივე საპატრულო ეკიპაჟი თუ იქნებოდა ასწავლებში თუ შევიდოდა ზარი და მივიდოდა ხოლმე ფაქტის კონსტატირებას მოხდებდნენ ეს ადამიანები, თუმცა არავითარი სანქცირება არ ხდებოდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მთელ რიგ უწყებებთან, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ჩვენ მივედით იმ კონსულტაციამდე რა ესე ვთქვათ რედაქციითაც ახლა შევიდა ეს კანონპროექტი და არის ხმაურმზომი ესეთი აპარატი, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რომლითაც აღიჭურება საპატრულო ეკიპაჟები. კერძოდ წელს შიდა ასიგნებებიდან, ანუ ბიუჯეტის აიმეცვლებას არ იწვევს, შესაძლებელია რომ გამოიყოს დაახლოებით 15,000 ევროს ოდენობით ეს ვთქვათ ეკვივალენტი ლარში თანხა, რომლითაც ყოველი მესამე ეკიპაჟი შესაძლებელია რომ საქართველოს მასშტაბით აღიჭუროს ამ ხმაურმზომის ძალიან პორტატული მობილური აპარატით. გავა უკვე, როდესაც 112-ში შევა ზარი საპატრულო ეკიპაჟი შესაძლებელი გასაგებია ეს მომენტი გასაგებია მეტნაკლებად, მაგრამ მე მაინტერესებს ვარ სახლში მომივიდნენ მეგობრები, თუნდაც მე დალიზავს ზივართ, ვიცინით ტელევიზორს უყურებთ და თან ლაპარაკობთ. თუნდაც მაგას როგორ გავაკონტროლოთ, თუნდაც ჩვენივე სახლში ჩვენივე ხმაური რომ არ შევაწუხოთ მეზობლებს. ბესო, აი სიტუაცია, ხო, ხმაურობენ მეზობლები, დავრეკე პატრულში, მოვიდა პატრული
სრული სიჩუმე, მეტრო ხო პატრონი რო შემოვა, ვინმე იხმა. უკაცრავად, აბა ეხლა კიდე იხმაურეთ, მე ეხლა ჩვენ უნდა გავზომოთ. აი როგორ იქნება? ეხლა მოგახსენებთ ამაზე, ეს ხმაური უნდა იყოს შემაწუხებელი და განგრძობადი ხასიათის რა თქმა უნდა. ანუ თუ ვიღაცამ წამოიყვირა, თუმცა თუ ნერვული მეზობელი ყავს, მისთვის ნებისმიერი საუბარი შემაწუხებელია. ნუ შემაწუხებელი ახლა ბევრისთვის რაღაც არის შემაწუხებელი, მაგრამ ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, უკვე აქ ერთვება სამოქალაქო კოდექსი. ანუ არის სამეზობლო თმენის ვალდებულება. იგივე იქ რემონტი ექნება ვიღაცას და ასე შემდეგ. ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ჩავკეტოთ ყველაფერი და გაისუსოს მთელი ქვეყანა. ეს ესე არ არის. უბრალოდ იმ ოთახში, როდესაც ადამიანს უკვე ღამის საათებში უნდა დაძინება, ან ბავშვი ყავს, ან ყავს ავადმყოფი, ან ყავს მოხუცი, ან უბრალოდ თვითონ მოვიდა დაღლილი დაქანწული და უნდა დაძინება. აი როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? აი ამ დონეზე არ უნდა შედიოდეს მასთან ხმა, აი ამ დონეზე, ესე ვთქვათ, ვიღაცა საძინა არ უნდა ედგეს, ესე ვთქვათ, თავზე და არ უნდა ელაპარაკებოდეს, როდესაც უნდა დაძინება, თორე ხმაური რა თქმა უნდა იქნება ქუჩაშიც, ქალაქშიც, ეს არ არის პრობლემა, იგივე თუ კაფე-ბარებზეა, თუ შეგიძლიათ, კაფე-ბარებზეა გადავიდეთ ვერ შეგვიძლია. რა სიტუაცია რო აგვიხსენოთ, რა სიტუაცია შეიძლება იყოს განსაზღვრელი აი ამ პრობლემის. მე ვფიქრობ, რომ ესეთი ანუ ამ ჯარიმას ვერავინ ვერ აიკიდებს, იმიტომ უბრალოდ ვერ დაიჭერს. ან ყველა უბრალოდ პატრულზეა დამოკიდებული, როგორ არის პატრულზე დამოკიდებული, გამოვა პატრული და მე გავჩუმდები და მარტივად მოგვარდება. კი ბატონო. თუ ესე ვთქვათ სიჩუმეა, ეს იყო რაღაც 2 წუთიანი და 3 წუთიანი ხმაური, აქ არავინ არ დაჯარიმდება. კიდევ ვეუბნებით, ეს უნდა იყოს პერმანენტული, ანუ მუდმივი, განგრძობადი ხასიათის. ანუ პატრული პერიოდულად ამოწმოს თუ პირველივე მისვლაზე შედის სახლში და პატრულს როდესაც დაურეკავენ, რა თქმა უნდა მივა ის გამოძახებას. მაგრამ ეხლაც ხდება, ხო, გამოძახებები, ანუ მიდის პატრული. ის მეზობლის სახლიდან ამოწმებს, ანუ ვინც გამოიძახა თუ კონკრეტულად ადრესატად. ანუ თქვენ შეიძლება ხმაურობდეთ და საკმაოდ კარგადაც ხმაურობდეთ და ხმამაღლა. თუმცა თქვენი სახლი ისე იყოს იზოლირებული და იგივე კედლები ისე იყოს იზოლირებული, რომ ეს არავის არ აწუხებს. ასე რომ ეს თქვენი ხმაური ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ესე რომ ვთქვათ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ შემავალი, მასთან შემავალი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ხმაური იზომება არა იმ წყაროს ობიექტში, ესე ვთქვათ, საიდანაც მომდინარეობს. არა, არამედ აი ამ შემთხვევაში თქვენ საძინებელში გაიზომება. დიახ, ეს მეზობელი იქნება თუ ვინც იქნება, აი აქ ძირითადი აქცენტი წეგან ვსაუბრობდი, კაფე-ბარებზე არის საკითხი. ანუ შეიძლება ისას ხმაურმა შემაწუხა, მე გიძახებთ. თქვენ ამ შემთხვევაში ვიძახებთ პატრულს და მოდის ჩემთან სახლში შესამოწმებლად. ანუ რამდენად შემოდის ეს დეციბილები ჩემთან რამდენად აღემატება 30-ს ან 40-ს, ხო? იცით რა არის, მე მესმის ახლა აი ეს ალბათ სამეზობლოში ნაკლებად იქნება, ახლა რაღაც არ მეჩვენება მე და რეალურად ეს საქმე რომ მეზობელმა გამოიძახოს და მე ამ ზომბებით გაკეთდეს. არ ვიცი, პესიმისტურად უყურებ ამ საკითხს, მაგრამ აი ის სახლები და შენობები, სადაც არის კაფე, ბარები ან რაღაცა კლუბები, ხო? ეს რა თქმა უნდა მათ შეუქმნით რეალურ საფრთხეს, იმიტომ რომ იქ არის ყოველთვის მუსიკა, ყოველთვის არის ხმაური და შესაბამისად არის ისეთი ქუჩები, ხო, მაგალითად ყაზბეგის ქუჩა, სადაც ძალიან ბევრი ესეთი კაფე-ბარები. რა თქმა უნდა მათ შეექმნებათ რეალური საფრთხე იმისა, რომ დაჯარიმდნენ. ამ შემთხვევაში ხომ არ ვიცავთ ჩვენ მობინადრეების უფლებებს, მაგრამ თითქოს და ბიზნესის უფლებები შეილახა ამ სიტუაციას. არ არის ეს, ნამდვილად არ არის ეს სწორი და წონადი არგუმენტი, ამაზე ისაუბრა ბატონ პატაკიკნაველიძემაც, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, როდესაც ესე ვთქვათ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზეა საუბარი, ეხლა ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ჩვენს ჯანმრთელობის ხარჯზე. ან ესე ვთქვათ ამ მუსიკას უნდა დაუწიონ. ან უნდა აღჭურვონ მათი შენობა ისეთი იზოლირება უნდა გაუკეთონ კედლებს იატაკს ჭერს რომ შიგნით უკვე თუნდაც 1000 დეციბელზე ავიდეს ეს ხმაური მაგრამ გარეთ არ იყოს გამოღწევადი რო აღარ დავიწყოთ ჩვენ წამყვანი შიგნით ჩაიხოცება ყველა წამყვანი ევროპის ქვეყნებზე რო არ დავიწყოთ ახლა საუბარი იგივე მეზობელი თურქეთის მაგალითზე რო ავიღოთ ხო ბიძის ხშირად ქართული დამსვენებელი იქიდან მით უმეტეს გვისპირა თურქეთს სადაც 24 საათიანი გართობა ჩვენ ვიცით რომ იგივე ეს კარაოკე ბარები თუ ეს ღამის ბარები და ასე შემდეგ ისე არის მოწყობილი რომ გარეთ ჩვენ ვერც გავიგებთ უბრალოდ აი რა ხდება შეგეთ ინგრევა ეს ბათუმზე და ქობულეთზე რამდენად აი ქობულეთიც მინდა მეც კითხვა დავუსვა უბრალოდ ჯერზე არის გვაქვს მოსმინეთ ჩვენს მაყურებელს გამარჯობა გისმენთ მაყურებელი და ეთერშია გამარჯობა გისმენთ გამარჯობა იცით რა ძალიან კარგი კანონია და მივესალმებით ეს ნამდვილად ფსიქიური დაავადებების ხელშეუწყოს არ გამიწარდეს და ასე შემდეგ. მე მინდოდა ერთი რამ მეთქვა, აი მიმდინარეობს მშენებლობა. სადაც არის
აი სადაც მაგალითად 3-4 ესკალატორი ცალკე, ამტეგრამი ცალკე, ბარგალგა ცალკე მუშაობს და მართლა შემაწუხებელია. მაგრამ მე კი არის სამუშაო საათებში. ეხლა ის ის კითხვა. აი ეს პიროვნება ესენი ასე ერთბაშად რომ ეცდება და ხდება. რა ქვია კანონი ამას ითვალისწინებს ახლა თქვენ შეტანილ კანონ პროექტში თუ არ ითვალისწინებს? ადლობთ. და კიდე მოდიში ვაპატიეთ. აი მეგობრები მყავს მე ომის მეორე ჯგუფის ინვალიდები და სახში 2 ინვალიდია და ღამის პირველზე 4-ზე 5-ზეც კი აი ფეირვერკებს რომ უშვებენ და გეგონებათ რომ უკვე მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და მეხუთე იწყება. აი ამ საკითხებზე გთხოვ დაწვრილებით, რა ძალიან გთხოვ. კარგი მადლობა. დიახ, აი ეს სხვათა ფეირვერკებზე მეც მინდა ვკითხო რა. მშენებლობა მიდის დღის საათებში შემაწუხებელია, რა უნდა გააკეთოს მობინადრე. როდესაც მშენებლობა მიდის, რა თქმა უნდა იქ იქნება ხმაური. აქ 2x2 4-ია და ჩვენ ამას ვერ გამოვიწყობთ. უბრალოდ არის საათები, როდესაც ის მშენებლობა მთელი ღამის განმავლობაში შეიძლება ღამე არა, დღის საათებშია. მშენებლობა, როდესაც მიდის, იქ ესკალატორიც იქნება ჩართული და ყველა სხვა ტექნიკა ის გრუჟავით იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ეს პრობლემა არ არის და იგივე წეგამთქვი, ახლა სამოქალაქო კოდექსის რაღაცები რეგულირდება. ამავდროულად ჩვენ არ უნდა ვთქვათ ისე, რომ სტადიონზე, როდესაც ვთქვათ ფეხბურთის მატჩი მიდის და იქ გაცახმაურობ, შევარდეთ და სტადიონის ან ადმინისტრაცია დავაჯარიმოთ, ან რეგას დავაჯარიმოთ. ანუ აქ ვერაფერი არაში არ უნდა გადავარდეთ. მაშინ ეს ფეირვერკი მე პირადად გაღვიძე, ისეთი შიშით გავიღვიძე ერთხელ, იმიტომ რომ ისეთი სროლა იყო, მე მეგონა აფეთქდა რაღაცა და იყო ეს ფეირვერკი. ვიცით რომ არის კანონი, რომ 12-ის მერე აშლება, არავის არ აინტერესებს ეს კანონი. არ არის, ხო? არ არის. და არც ის არ არის ხმაური. უბრალოდ ეს არის პრობლემა. ფეირვერკი ხმაურში არ არის. არც ფეირვერკზე არ არის კანონი. არც ხმაურზე არ არის დღის მდგომარეობით კანონი და ზუსტად ეს არის. ახლა ხმაურზე ჩვენ შევიტანეთ, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ისიც რომ 2015 წელს უკვე მივმართე მარტში ერთხელ საქართველოს პარლამენტს, მაგრამ მაშინ ცოტა სხვაგვარად იყო ეს თვითონ მიმართვა და სამწუხაროდ ჩვენმა ესე ვთქვათ კანონ პროექტმა ვერ იხილა დღის სინათლე. დღეს უკვე სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება საკითხთან დაკავშირებით და პირდაპირ მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ უმოკლეს დროში ეს ვთქვათ შეიმუშაოს და უზრუნველყოს კანონმდებლობა დაარეგულიროს ისე რომ აღნიშნული საკითხი იყოს უკვე დარეგულირებული და დაცული, ესე ვთქვათ ჩვენი უფლებებით, თითოეული მოქალაქის უფლება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, 25 იანვარს მიმართე და უკვე თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ალბათ ბიუროს გადაუგზავნი და 5 დღიანი ვადა ჰქონდა მას და გადაუგზავნი და უკვე ამ კანონ პროექტს დაეწეროს კომიტეტებს, ვინ იქნება წამყვანი და ვინ იქნება სავალდებულო კომიტეტები და ვფიქრობ, რომ პლენარულ სხდომაზე ეს კანონი გავა და იხილავს კიდევ ვარს დღის სინათლეს. ახლა რაც შეეხება ფეირვერკებს, მოგახსენეთ რომ ეს ისროლა და დაიმალა. ძალიან პრობლემური საკითხია. მთელ რიგ ქვეყნებში ეს პრობლემა ასევე დარეგულირებულია, თუმცა ჩვენ დღეს ამას არ შევეხეთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ისიც კი ვერ გავიტანეთ ამ ერთ წლის განმავლობაში, ვთქვათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და საკრებულოში მე რაც ვარ დეპუტატი წერილწოდნახევარი, ყველაზე მეტი განცხადება და ყველაზე დიდი პრობლემური მომართვებით, ესე ვთქვათ, ადამიანები, მოსახლეობა, ჩვენი მოსახლეობა მოგმართავდა აღნიშნული საკითხით, ეს არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იგივე საბურთალოს ყაზბეგის ქუჩა ახსენეთ, ეს არის იგივე მთაწმინდის რაიონში, ტაბიძის ქუჩა, იგივე პეროვი, თუნდაც ვაკეში, აბაშიძე და ასე შემდეგ, ანუ დიდუბეში, აგლაძის ქუჩის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ასე რომ ეს აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება ვთქვათ ამ ფეირვერკებს, ჩვენ ამაზე დავიწყებთ მუშაობას, მაგრამ ხოგეუნებით პირველ ეტაპზე ჩვენ ვერ გავიტანეთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ფეირვერკებს არ ეხებით. მე მაინტერესებს თქვენ ახსენეთ. აი ზარი გვაქვს ერთი და შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. შეიძლება დავუკავშირდეთ. ეთერში ხართ. გამარჯობა. ძალიან უსაკითხზე საუბრობთ. დიდი მადლობა წინასწარ. მაინტერესებს მთელი დღის განმავლობაში მეზობლის ბიჭები დომინოს რომ არ ახუნებენ და მე ლუდის შემდეგ თეღამის ათენებენ გინები და უწმატური სიტყვებით. ამისთვის ზარია საჭირო თუ პატრულმა ერთხელ მაინც უნდა შემოგხვედოს ეზოში. ღამეს ვათენებ მთელი ზაფხულის მანძილზე. ქალბატონო, მთელი გური და სურით ვარ თქვენთან. მე ისე ვარ შეწუხებული, იმიტომ რომ განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ფანჯარებია ღია და ისმის ისეთი გინება, ისეთი ჩხუბი. ჩვენთანაც იგივე არის. იგივე აბსოლუტურად.
და სულ ვფიქრობ, რომ დავრეკო, მე ვფიქრობ, ეხლა მე რო დავრეკავრო, სანამ პატრული მოვა, შეიძლება ისინი დაიშალონ, მე შენ პასუხს გაგებინებენ, რატო გამოიძახე. და აი მე პატრული შენ დაგირეკავს, შენთან მოვა სახლში, ამოვა, დაკითხოს ჩაგიტარებს და მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ეს არის ისეთი საშინელი მოსასმენი, ჯერთი არ გძინავს და უსმენ ვიღაც საშინელ ჩხუბს, გინებას, უშვერს სიტყვებს, რა ჯერთი ეს ახალგაზრდებში რა არის ეს ამისთანა სიტყვების ხმარება, მე არ მესმის, მაგრამ რაც ავიცოდი, ყველაფერი ვისწავლე, იმიტომ რომ ისეთები ხდება ხოლმე ეზოში. რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? მოგახსენებთ და პირველ რიგში გავცემ პასუხს ჩვენს ესე ვთქვათ რესპონდენტ, ამ შემთხვევაში უბრალოდ მოქალაქეს. დღის მდგომარეობით, რაზეც ქალბატონი საუბრობდა, ის ეხლაც რეგულირდება, ესე ვთქვათ, თუ ადამიანები ილამშგებიან და უშუალო სიტყვებით ესე ვთქვათ მიმართავენ, თუნდაც ერთმანეთს ან სხვას ნებისმიერს, ეს უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით და ეს ხდება დასახლებულ პუნქტში. მოგვისმინეთ ჩვენ პასუხს. ეს ხდება დასახლებულ პუნქტში, ამ შემთხვევაში და ამ ქალბატონს ეს ყოველივე აწუხებს, დღესაც შეუძლია გამოიძახოს პატრულს და ეს არის ესე ვთქვათ წვრილმანი ხულიგნობა, მარტივად რო ვთქვათ. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, რომ რაზე ჩვენ საუბრობდით ხმაურზე, თუ უკვე ხმაურით თუნდაც არ იგინებოდნენ, მაგრამ ხმაურობენ და ეს გრძელდება, იმიტომ რომ ვიღაცა დომინოს თამაშობს, თუ ვიღაცა უბრალოდ ერთობა და ესე ვთქვათ მოერია რაღაც ეს როყინებს, ხო? ან თუნდაც არ ყოყინებს და კარგი ხმაურობს და მღერის, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვიღაცას აწუხებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რომ გამოვიძახოთ ჩვენ ეს საპატრულო ეკიპაჟი და შესაბამისი თქვენი კანონის ფარგლებში ეს 30 დეციბელში 30 დეციბელში. კი ბატონო. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ პატარა ისეთი შეჯამება გავაკეთოთ, ან მე როგორც ვიხდით, მე კიდე ბევრი კითხვა დარჩა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდე მეორე ბლოკი. ანუ, როდესაც ამ კანონს მიიღებენ, მე როგორც მივხვდი, ფიზიკურ პირებზე იქნება ჯარი 150 ლარი დღის საათებში, 300 ლარი ეს ზღვარგადასულ ხმაურზეა საუბარი, 300 ლარი ღამის საათებში. სანამ დავასრულებთ რიზას. ხოლო ერთი წამით ბესო, ხოლო იურიდიულ პირებზე 500 და 1000 ლარი შესაბამისად. სწორად გავიგე. კი ბატონო, და გამეორების შემთხვევაში ორმაგდება ეს სექტემბრიდან ამოქმედება. 1 სექტემბრიდან. 1 სექტემბრიდან. მანამდე იხმაურეთ. მაგრამ რა თქმა უნდა. ვიდრე დროა იხმაურეთ. იხმაურეთ, სანამ არ დაიჭირეთ და ერთ კითხვას დავსვა შეეძლებათ ეს ლიზა. დრო მაინტერესებს, როგორ მოხდა განსხვავება საზღვრა დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე. ესეც განსხვავება. თუ არის თქვა შაბათი კვირა გამოყოფილი აი თქვენ. არ არის გამოყოფილი შაბათი. იმიტომ რომ მაგალითად შაბათ კვირას ყველას ძინავს სახში მაინც უქმე დღეებია და დილის 7 საათზე 8 საათზე თუ დაიწყო მეზობელმა რაღაცის ნგრევა თუნდაც და შენება ეს უკვე დისკომფორტს უქმნის ადამიანს, ხო? მით უმეტეს უქმე დღეებზე. ამიტომ მე მგონი რომ მაინც არ არის გამოყოფილი უქმე დღეები, არ არის გამოყოფილი დასვენების დღეები, არამედ დღესასწაულები და ვთქვათ არასამუშაო საათები, ეს ვრცელდება 365 თუ ვთქვათ 365 წლიანად. კი ბატონო. დღეები არანაირი არ არის გამოყოფილი, არანაირი სადღესასწაულო დღე არ შედის აქ და ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, კარგია რომ ზრუნავთ ჩვენზე. თბილისელებს და ალბათ სხვა ქალაქებშიც ასევე იქნება. ეს იქნება საქართველოს მასშტაბით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, ამ შემთხვევაში წინადადება და პარლამენტი, როდესაც მიიღებს ამას ყოველივეს, გავრცელდება საქართველოს მასშტაბით. ხმაურიანი ადამიანები და სადღესასწაულო დღეები მაინც გამოგვიყავით. შევიკრიბოთ ისეთ ადგილას, რომ ვიხმაუროთ უპრობლემოდ. კარგი, სხვას შევაწყვეტ. ძალიან დიდი მადლობა, მოკლე რეკლამის შემდეგ ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეხმაურება, ეხმიანება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ. ასე რომ დაგველოდოთ. დროებით.